ეხლა ამ მომენტისთვის რეგიონში კონცენტრირებულია დაახლოებით ის რაოდენობა სამხედრო ავიაცია, რომელიც კონცენტრირებული იყო ზაფხულის ომის დროს. გასულ ზაფხულს 12 დღიანი ომი რომ მოხდა ირანის წინააღმდეგ, რა რაოდენობის ავიაციაც ამერიკამ გადაისროლა ამ მიმართულებით, იმაზე იმდენია ახლა კონცენტრირებული, ოღონდ კიდე ამატებენ, ანუ მაგალითად კიდე ერთი ავიამზიდი მიემართება ხმელთაშუა ზღვით ისრაელის სანაპიროებისკენ და სავარაუდოდ იმასაც გადააჭარბებს რაც იყო. და პარალელურად პოლონეთის და გერმანიის მთავრობებმა გამოსცეს, ასე ვთქვათ, გაფრთხილება თავისი მოქალაქეებისთვის, რომ ირანის ტერიტორია დატოვეთ. ანუ სიგნალები იმისა, რომ ახლოვდება უკვე რაღაცა დიდი მასშტაბური დარტყმა, სულ უფრო მეტი არის. რაც კიდე დასამატებელია, მხოლოდ ავიაციის გადასროლა არ ხდება, საკმაოდ ბევრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გადაისროლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში, ანუ როგორც ჩანს წინა საომარი მოქმედებების პრაქტიკა მაჩვენა, რომ ირანული სარაკეტო შეიარაღებები საკმაოდ ეფექტურად არღვევდა ისრაელის რკინის გუმბათის თავდაცვით კომპლექსებს და ეს როგორც ჩანს, როგორც ისრაელის ამერიკის სტრატეგებმა გაითვალისწინეს და როგორც ჩანს ამაზე პასუხი არის მნიშვნელოვნად გაძლიერება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის. მათ შორის გემების მაქელა კონცენტრაცია ერთ-ერთი რისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული არის თითოეულ დავუშვათ ავიამზიდს მიყვება შეიძლება ბევრმა არ იცის რამდენიმე ათეული სხვა კლასის ფლოტის შემადგენელი ნაწილები, რომლების მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს იმ კლასის, ასე ვთქვათ, გემები, რომელთა მთავარი ფუნქცია არის ამ ავიამზიდის გარშემო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქოლგის შექმნა. თუ არ მეშლება EGCA ქვია მაგ სისტემას. ანუ თითოეული ეგეთი ავიამზიდის დაჯგუფება, რომელიც თვითონ ავიამზიდის და სხვა გემებისგან შედგება, ეგ არის ფაქტიურად მობილური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუნძული. და ამ ყველაფრის ერთობლიობამ, როგორც ჩანს, უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმის განეიტრალება მოახდინოს. მოდით ორი სიტყვით იმაზეც ვისაუბროთ, ანუ რატომ მოხდა კვლავ გამწვავება ამ კონფლიქტის და რატომ არის მაღალი რისკი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდოს. ჩვენ ვიცით, რომ შარშან ზაფხულს ისრაელის ავიაციამ და სარაკეტო ძალებმა მიიტანეს ელვისებური დარტყმა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც რამოდენიმე კვირა გაგრძელდა, მერე საპასუხოდ ირანელებმაც მიიტანეს იერიში ისრაელზე და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ცოტა დემონსტრაციული B2 ტიპის ამერიკული თვითმფრინავის შეფრენი და თითქოს და ბირთვული პროგრამის განადგურებით. თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ რეალურად ბირთვული პროგრამა არ განადგურდა, დაიბომბა ის ბუნკერი, თუმცა ის ბუნკერი რამდენად დაზიანდა თვითონ ის ელემენტი ბირთვული კომპონენტები რამდენად დაზიანდა, ამაზე 100-თა სხვადასხვაობა, მაგრამ სავარაუდოდ არ დაზიანდა, თორე ეხლა აბა ეს საკითხი არ დადგებოდა, ხო? ჩვენ სხვათა შორის მაშინ რო ვარჩევდით მაგ თემებს, ჩვენი ვერსია იყო, რომ ვერ გაანადგურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული პროგრამა და აქ ბევრი ქართველი ექსპერტი მაგაზე ღლიცინებდა, რომ თქვენ აი დაზიანდა, თუ განადგურდა, მაშინ ეხლა მეორე რაუნდი რისთვის ასაჭირო. არ დაზიანდა, დაზიანდა კი არა, არ განადგურდა, ირანელები როგორც ჩანს, აგრძელებენ ბირთვული იარაღის შექმნას და ეხლა არის საჭირო,
უყურეთ საჭირო თაშორი მაშინ ზუსტად ეგ მარკერი ვთქვი რომ აი ხო თქვენ ხო ამბობთ რომ გაანადგურეთ ჩვენ ხო ამბობთ რომ არ განაუდგეთ მოდი აი რამდენიმე თვე დაველოდოთ და თუ ისევ იგივე პრეტენზია დაუყენეს ირანს ესე იგი არ გაუნადგურებია ხო და გაირკვა რავი რომ მართლები ყოფილიყო ეს კიდე ვაფშე წესიერი ღილაკი უნდა დავაყენოთ აქ რა ეს ხო და უყურეთ ეხლა რა შეასახე ეხლა ნუ წინასწარი რა ინფორმაციაც წინასწარაც მოდის ამერიკელებმა და ნუ ისრაელმა მაგრამ ნუ ამერიკის სახით ირანელებს წაუყენეს ულტიმატუმი ან ირანი თლიანად გადასცემს ამ ბირთვულ შეიარაღებას მესამე ქვეყნებს აი რუსეთს მაგალითად ჩინეთს ანუ გაანადგურებს თავის ბირთვულ პროექტს ან ამერიკელები მუქრებიან რომ თავის სამხედრო ძალებით შეჭრით გაანადგურებენ ამ პროექტს ირანელები კატეგორიულად უარყოფენ ამ ულტიმატუმს და მზად არიან კომპრომისის სახით 3 წლით გაყინონ თავისი ბირთვული პროგრამა ისიც სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თუ ამერიკა მოწყვეტ აი დაახლოებით ობამას და ირანს შორის იყო ესეთი შეთანხმება ირანი გაყინავდა ამ ბირთვული იარაღის შექმნის პროექტს და სამაგიეროდ ამერიკა და დასავლეთი მოუხსნიდა ეკონომიკურ სანქციებს და ნუ სხვათა შორის ტრამპმა ტრამპმა ცალმხრივად 2018 წელს დაარღვია ხელშეკრულება მიუხედავად იმისა რომ ირანი იცავდა მართლაც ხა ამას ვერ უარყოფ ამ შეთანხმებას და გარდა ამისა ერთ-ერთი მოთხოვნა არის ეს უკვე ისრაელის მხრიდან მოდის რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს და გაანადგუროს თავისი ეს ბალისტიკური არსენალი. ანუ იმ ბალისტიკურ რაკეტებზე და დრონებზეა საუბარი, რომლითაც მაგალითად შარშან ზაფხულს ისრაელი იქნა დაბომბილი. ანუ ეს არის შეიძლება ითქვას ანუ ირანს თხოვენ როგორ რაღაცას, იცით? აი რომმა რაც კართაგენს მოთხოვა თავის დროზე რომ ჯერ იარაღი რომს და კართაგენს მივადექით აგერ კადაფის რაც მოთხოვეს რომ შენ არსენალი გაანადგურე და კადაფი დაეთანხმა და გავიდა რამდენიმე წელი და ანუ რაც მოუვიდა მერე ყველას პირდაპირ ეთერში გასაგებია ირანსთან ეგ გამოცდილი ანუ ირანს აქვს ნანახი რო თანხმდები რომ იარაღი რომლითაც შეგილია რომ ვინც ულტიმატუმს გიყენებს ის დააზიანო მაგას რო აბარებ მერე ეგენი რა პასუხს აბრუნებენ კადაფის მაგალითზე ნანახი ახლა თუ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას შეწყვეტს და მით უმეტეს კონვენციურ იარაღს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს ნუ იქ მორჩა ირანი იქნება როგორც რაც გინდა ის უქენი მე ირანს საპასუხო ბერკეტები არჩება. შესაბამისად ირანელები სავარაუდოდ ამ ულტიმატუმზე არ წავლენ. ერთადერთი რაზეც ირანი თანახმა იქნება ჩემი აზრით ეს არის დროებითი გაყინვა, აი როგორც ობამას შეთანხმების მეორე სერია სავარაუდოდ ეს არის ირანის ბოლო დათმობა ასე ვთქვათ. ნუ რაზეც როგორ ჩანს ამერიკელები და ისრაელი თვლიან რომ დრო ირანის სანაცვლოდ მუშაობს და არის ამაში ლოგიკა, იმიტომ რომ მოდის ვიცით შუალედური არჩევნები ამერიკაში, სადაც შეიძლება ტრამპმა კონგრესი დაკარგოს და კონგრესის დაკარგვის შემთხვევაში ასე მარტივად ამ შეიარაღებულ ძალებს ვერ გამოიყენებს ტრამპი ირანის წინააღმდეგ და ეხლა აქვს პატარა ფანჯარა ამერიკელებს და ისრაელს დაახლოებით 1 წელი, სადაც ნუ ამერიკას რასაც უნდა იმას უკეთებს ტრამპი. მათ შორის შეუძლია ჯარები კონგრესის თანხმობის გარეშე შეიყვანონ, სადაც უნდა იქ, ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ მართლა მიიტანოს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე დარტყმა. შემთხვევით არ ხდება ამხელა იმ დამრტყმელი ბირთვის 3 ავიამზიდი და თავისი დამხმარე გემებით არის იქნება კონცენტრირებული ძალიან მალე ირანის საზღვრებთან 200-მდე თვითმფრინავი იქნება მობილიზებული და ნუ ეგ ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ნუ გარდაუვალია ჩემი აზრით ძალიან მაღალია ყოველ შემთხვევაში ხა თამამი პროგნოზები რო არ ვაკეთო იმიტომ რომ შეიძლება ბოლო მომენტში თუნდაც ამ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ იმიტომ რომ
ეხა პრობლემა რაშია? მოდი მაგაზეც ვთქვათ, აი ამერიკელებს რა პრობლემა აქვთ და ირანელებს რა პრობლემა აქვთ და სავარაუდოდ თუ მოხდება საბრძოლო მოქმედებების განახლება, რა ხასიათის იქნება ეს დაპირისპირება და რა შედეგით დამთავრდება, მოდი ყველაზე ძნელია ხა ამის პროგნოზირება, მაგრამ ორი სიტყვით მაგასაც შევეხოთ. პრობლემა ამერიკელებს ის აქვს, რომ ძალიან არაპოპულარულია თვითონ ამერიკულ საზოგადოებაში ეს საკითხი. თან არაპოპულარულია, ძალიან ნიშანდობლივია ორპარტიული კუთხით. ანუ დემოკრატები და ლიბერალები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგარეო შეჭრას და თავად ტრამპის ბანაკში, კონსერვატორებშიც კი მაგა მოძრაობაში ძალიან დიდი ნებათაღელვა და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, იქ უფრო ისრაელის მიმართ არის ეს ერთგვარი აგრესია და უკმაყოფილება, ანუ აი ეს ტაკერ კარსონი მაგალითად ეგეთი ფიგურები თვლიან, რომ ნუ ამერიკა ატარებს ისრაელის ინტერესებს, ანუ ამერიკას არაფერში არ ჭირდება ახლა ირანთან ომი და ისრაელის სახელმწიფო ნაციონალური ინტერესების დაცვა ხდება ამერიკელების ხარჯზე. ამიტომ ნუ ტრამპს არ აქვს სახარბიელო ამ კუთხით, შიდა კონსენსუსი არ არსებობს ამ თემაზე, პლუს ახლა ჩვენ გავიგეთ. ისე რა საინტერესოა ტაკერ კარსონი და მაგის ჯგუფი რომ ისრაელში დააკავეს. ხო, მე გამოვიშვეს. კი, მაგრამ მაინც რაღაც დემონსტრაცია. ეგ ხო რაღაცის დემონსტრაცია არის, ხო ეხლა. კი. საგულისხმოა რომ პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოხდა პრეცედენტი, როდესაც დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ამერიკულ სამხედრო ოპერაციაში. ანუ თავისი ბაზა ინდოეთის ოკეანეში არ დაუთმო ამერიკელებს, ნუ ასაფრენად. და ნუ ცხადია ისინი არ მიიღებენ არაბულმა ქვეყნებმაც ძალიან ბევრი ყველა, ნუ თავის იმას სავარაუდოდ ხა იქ ტერიტორიას, ამერიკულ ბაზებს იქ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები დააყენონ. ოღონდ სარო იმაზე დარტყმისთვის არა, ანუ ამერიკა არის ნაწილობრივ კარგ ახსნის ამდენი ავიამზიდის კონცენტრირება, რატო გახდა საჭირო? ამდენი ავიამზიდი და ეს ავიატანკერები, რომლებმაც შეავსონ ავტონომიურად უნდა იმოქმედონ, რაც არის, ნუ ამერიკა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკას უწევს მოკავშირეების კოალიციის გარეშე მარტო ისრაელი ეყოლება, ეგა პირველად ხდება, მაგალითად 91 წელს, როდესაც იმას შეიჭრა ერაყში მთელი კოალიცია იყო, კაც საუდის არაბეთიდან შეიჭრა საერთოდ ქუვეითში ამერიკული ჯარი და ნუ უზარმაზარი კოალიცია იყო. იგივე ერაყში, როდესაც შეიჭრა ბრიტანეთი მონაწილეობდა, ავღანეთში, როდესაც შეიჭრა ათეულობით ქვეყანა მონაწილეობდა ISAF-ის ამ იმაში ორგანიზაციაში კი არა პროგრამაში და ეხლა პრაქტიკულად მარტო ამერიკა რჩება და ისრაელი. კი და აი მანდ ერთს დავამატებ, რომ ეს რა სირთულეებს ქმნის ახლა მაგალითად რუკაზე შეგვიძლია ჩვენ თუ არაბული ქვეყნების ცა და ბაზები ავიადარტყმებისთვის არ გამოიყენება. საუდის არაბეთი თუ არ გამოიყენება, ეგ პრობლემაა, მაგრამ მაშინ უნდა ავიამზიდიდან და ევროპული ბაზებიდან აფრენილი მოდი ესე ვთქვათ, სირია და ერაყი დაუთმობს თუ არა თავის საჰაერო სივრცეს, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც გაივლიან, იმიტომ რომ ეგენი ფაქტიურად არ შემდგარი დისტანციებია, აფრენილი ავიაცია. შორიდან არის, ხო? თავისი ავიატანკერებით, რომლებიც ჰაერში საწვავით მოამარაგებენ, უნდა მიფრინავდეს ირანში. ერთია რომ ჰაერში შეიძლება საწვავით ამარაგებდე ამ თვითმფრინავს, მაგრამ ის რომ გახარჯავს რაკეტებს თუ ბომბებს დიდ მანძილზე უკან დაბრუნება, ანუ ნაკლებ ანუ ამცირებს ეფექტურობას, ანუ შენ დიდი მანძილის დაფარვა გიწევს იმისთვის რომ შეავსო მარაგები, დამტყმელი მარაგები და დაბრუნდე უკან. ახლა ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, არაბული ქვეყნების ჩართულობა გვერდზე მდებარე ქვეყანაზე დარტყმებისთვის. რა სახის ოპერაცია შეიძლება ეს იყოს? ნუ დიდი ალბათობით გამორიცხულია სახმელეთო ოპერაცია, ამიტომ სახმელეთო ოპერაციის
რესურსი ამერიკას დღეს არ გააჩნია საუბარი. მან დავაზუსტებ რაღაცა კონკრეტული რაღაც სპეცდანიშნულების რაზმი სადღაც გადასვეს, მაგას არ გულისხმობს სახმელეთო ოპერაცია, სახმელეთო როგორც ერაყში მოხდა, სრულმასშტაბიან სახელმწიფო შეჯიბს. ავღანეთში მოხდა, რომ სახმელეთო ჯარები შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორია, მე გამორიცხულია. ვერც ვხედავ ჩვენ იმ არც არის ეგ ძალა მობილიზებული. არც არის მობილიზებული იმ რაოდენობის სახმელეთო შემადგენელი, რაც შეიძლება გვაძლევდეს იმის საფუძველს თქმისა, რომ შეიძლება ეს ჯარი გადასხდეს მერე ირანის და ისედაც წარმოუდგენელია ირანი არის 90 მილიონიანი მოსახლეობით ძალიან რთული გეოგრაფიული რელიეფით და მოცულობით დიდი სახელმწიფო ფართობით არის 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ამიტომ ამერიკელებს მინიმუმ 9 მილიონი ჯარისკაცი დასჭირდებათ და ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს თვეობით თუ არა წლობით და უზარმაზარი მსხვერპლით, წარმოუდგენელია ეს, არავინ არ განიხილავს ეს ამის შანსი არის ალბათ 0.1%. სავარაუდოდ ოპერაცია იქნება საჰაერო სახის ავიაციის გამოყენებით, იქ ალბათ დივერსიული რაღაცა ჯგუფების, რაც მიძინებული უჯრედების, მათ შორის ჩვენ ვიცით რომ სეპარატისტული რეგიონები ირანს აქვს, სადაც მოსადი და CIA იქ ახდენს თავისიანების იქ ცოცხალი ძალის, მცირე ჯგუფებს, ხადია დივერსიულ ჯგუფებს მობილიზებას, მათ დავერბოვკებას და გამოყენებას მე ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ძირითადი დარტყმა ირანზე წამოვა ავიაციით და სარაკეტო კუთხით. რა ამოცანა რა იქნება? მე მგონია რომ პროგრამა მაქსიმუმი, თუმცა ნაკლებად სავარაუდო, იქნება რომ ფიზიკურად გაანადგურონ ირანის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამით გამოიწვიონ შიდა არეულობა და შესაძლო რეჟიმ ჩეინჯი, ანუ მთავრობის ცვლილება. თუმცა ეგ მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, მე მგონია რომ ძალიან ღრმა ბუნკერებში ჩაჯდებიან ირანის მართველები, სულ რომ ვიღაცა გაანადგურონ, ვიღაცა შემცვლელი აღმოჩნდება და ეს ნაკლებად მიღწევადი ამოცანა. ჩემი აზრით ყველაზე რეალური არის ამერიკა და ისრაელი მაქსიმალურ ეკონომიკურ ზიანს და ინფრასტრუქტურულ ზიანს მიაყენებენ ირანს, დაუბომბავენ ელექტროსადგურებს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს იმისთვის, რომ ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიონ, ისიც გრძელვადიან პერსპექტივაში და მერე დაელოდონ გარკვეულ შიდა დესტაბილიზაციას და შიდა დემონსტრაციებს ირანში. ჩემი აზრით ეს უფრო მოსალოდნელია ამერიკული და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად. ეხლა საპასუხოდ ირანი რას იზავს? ირანი სავარაუდოდ კვლავ დაიწყებს გეგმაზომიერად ისრაელის დაბომბვას. დიდი ალბათობით შეესწება ამერიკული გემების ჩაძირვასაც და ამისთვის აქვს ბალისტიკური რაკეტებიც აქვს, კამიკაძე ისინიც კატარღებიც აქვს და თუმცა ავიამზიდთან მიმართებაში მე დიდად ოპტიმისტური არ ვიქნებოდი, მაგრამ აი სტაციონარული სამიზნეები რაც არის, მათ შორის ამერიკული ბაზებს დაბომბავენ. მაგის მიმართულებით შეიძლება განცხადებოდა, ჩემი აზრით კვლავ საწყალი ირანელების ტოტალური, ასე ვთქვათ, გაწმენდა მოხდება, რომლებიც მიმართ ოდნავ მაინც არსებობს ირანის მთავრობაში ეჭვი, რომ შეიძლება ეს ხალხი კრიტიკულად იყოს განწყობილი, მაგათ დაერევიან რა. და მათ შორის ჩვენ გვახსოვს წინა ომისას რა ხელა ის იყო თვითონ ისრაელში, საფრთხეც და ასე ვთქვათ, ხალხი დღეების მანძილზე ბუნკერებში ცხოვრობდა, მათ შორის ქართველები არიან საკმაოდ დიდი რაოდენობით ისრაელში და ერთი ეგ არის კიდე დამატებითი ფაქტორი, რომ ეგომი თუ დაიწყო დიდი ალბათობით მსგავსი გადატანა კიდე ეგ მნიშვნელოვანია, მე მაგალითად რომ კონდეს შესაძლებლობა, რომ ეხლა ამ ვითარებაში თუ ისრაელში ცხოვრობ, ისრაელის დატოვებას მე იმას გამოვიყენებდი. ეხლა ჩვენთვის პრიორიტეტი არის ქართველების ქართველებს მიმართავ, რომლებიც ეხლა ისრაელში ცხოვრობთ
თუ გააქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეხლა თავი აარიდოთ იქაურობა, უმჯობესია თავით გადაიზღვიოთ, იმიტომ რომ ალბათობა იმისა, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი გაჩაღდეს, არის ძალიან მაღალი და ირანი უეჭველი დაბომბავს ისრაელს საპასუხოდ. თან განსხვავებით წინა კონფლიქტისგან, როცა ისრაელმა ძალიან ეფექტური მოულოდნელი დარტყმა მიაყენა ირანს და პირველი დღეების განმავლობაში ირანის სამხედრო მმართველობა ცოტა დეზორიენტირებული იყო და მათ შორის ეს სარაკეტო შეიარაღება, რომელთაც პასუხი უნდა დაებრუნებინათ, პირველადი ნაწილი მისი დაზიანებული იყო და ამიტომ ირანს გარკვეული დრო დაჭირდა ამასთან ადაპტირებისთვის. ეხლა მოულოდნელობა უკვე აღარ იქნება ირანზე დარტყმა, ამიტომ ირანი ინტენსიურად ემზადება კონტრპასუხისთვის, მათ შორის იმ პირველადი ეს არაკეტო დარტყმის რესურსი, რომელიც უნდა გამოყენებული იქნას, ამას ანაწილებენ, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ისე რომ აი თქვა ერთ მიწის ქვეშა იმებში გადანაწილება ხდება, ანუ მათ შორის მობილური სარაკეტო სისტემების გადაადგილება ისე რომ ერთბაშად რაღაცა წყობრიდან ვერ გამოიყვანონ ის არსენალი, რომელმაც პირველი დარტყმა უნდა. შორის ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებით ირანი თვეში დაახლოებით 350 ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებს. და ნუ ეხლა რომ დავთვალოთ, რაც უზარმაზარი ციფრია. უზარმაზარი ციფრია. ხო ეხლა იმ კონფლიქტის დროს ეხლა ყველა ხო არ გაუნადგურეს, ძირითადად დარჩა ხო იზრანს. იქიდან მოყოლებული რამდენი თვე გავიდა? მინიმუმ 1-8 თვე ხო გავიდა იმ ბოლო კონფლიქტიდან. რამდენიმე 1000 ბალისტიკურ რაკეტა უკვე დაგროვილია. საშუალება ექნება და ნუ ყველაზე უმადური საქმე რა თქმა უნდა ყოველთვის პროგნოზებია ხოლმე. და მოდი ეგრეთ თქვათ რა. თუ ახლა ამ დარტყმის შედეგათაც ვერ მოხერხდა ამერიკელების და ისრაელის ერთობლივ ძალისხმევის შედეგად ირანში რეჟიმის შეცვლა, ჩამოშლა და ასე შემდეგ, ეგ ცოტა არ იყოს რეპუტაციული კუთხით საკმაოდ პრობლემური შინაარსის იქნება. კი, ახლა შეიძლება მან დიდაურო ინფრასტრუქტურას თუ გაუნადგურებენ, მან დაგროვდება კიდე ასე თქვათ მუხტი და შეიძლება ეგ სოციალური აჯანყება დაიწყოს მერე 6 თვის მერე და ასე შემდეგ, მაგრამ ტრამპის მხრიდან სინამდვილეში ეს არის მაინც საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ვაბანკზე წასვლის მომენტი, იმიტომ რომ ამერიკაში ახლოვდება შუალედური არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში. და თუ მათი, ასე ვთქვათ, სამხედრო კამპანია ეხლა რაღაცა დემონსტრაციული ცალსახა წარმატებით არ დასრულდა, ეგ შეიძლება ძალიან ცუდად დაისახოს თვითონ ამერიკის შიგნით ძალაუფლების გადანაწილება როგორ მოხდება იმაზე. ამიტომ საკმაოდ ისეთი სარისკო თამაში არის, რასაც ტრამპი ხა თამაშობს.